საღამოშიდობისა მოგესალმებით ყველას დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში არის გადაცემა არენა 1 საათის განმავლობაში ჩვენ ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან და ჩვენთვის სასიხარულო და სასიამოვნო თემაზე ეს თემა ეხება წყალბურთს და მე აქვე ვიტყვი იმას რომ ჩვენმა გუნდმა 1 მარტს გააკეთა ის რამაც ძალიან დიდი სიხარული და ბედნიერება მოუტანა არა მარტო წყალბურთის სამყაროს, არამედ მთლიანად ქართულ სპორტულ სამყაროს და ქვეყანას ამ ბიჭებმა შეძლეს პრაქტიკულად შეუძლებელი, მით უმეტეს იმ პირობებში, რა პირობებიც არიან და მიაღწიეს უაღრესად დიდ წარმატებას. თურქეთის გუნდთან 2 რაუნდიან საპლეი-ოფო დაძაბულ ორთაბრძოლებში გუნდმა შეძლო ევროპის ჩემპიონატის ფინალის საგზურის მოპოვება და უკვე 14-დან 27 ივლისს უნგრეთში ითამაშებს ევროპის 12 საუკეთესო გუნდთა შორის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან დიდი წარმატება და მილოცვის და დაფასების მეტი ამ ბიჭებს დღეს უკვე არაფერი ჭირდებათ. მე გეტყვით, რომ ჩემი მთელი საეთერო დრო დაეთმობა სწორედ ამ თემას. 2-40-90-01 თქვენ შეგიძლიათ დავკავშირდეთ პირდაპირ ეთერში და დასვათ კითხვა. ჩვენ გვექნება პირდაპირი ჩართვა, ასევე ჩაგვერთვება სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი და ჩვენ გვაქვს თუ არ ვწდები ჩართვა. ბატონ ლევან, საღამოშიდობის, მოგესალმებით. მოგესალმებით, ლაშა. დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ასე გვიან ღამით მოახერხეთ პირდაპირ ეთერში ჩართვა. ჩვენ შევარჩიეთ დღევანდელი თემა, წყალბურთი, იცით ბუნებრივია და მე ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან დიდი წარმატება თქვენ თავად ესწრებოდით ამ შეხვედრას თურქეთში საპასუხოს, რომელიც იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უაღრესად დაძაბული და პირველი რაც მინდა კითხო თქვენი შთაბეჭდილება და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამ ბიჭების წარმატება არა მარტო წყალბურთის მიმართულებით, არამედ მთლიანად ქართული სპორტის განვითარებისთვის. თქვენ დრო ახსენეთ, მაგრამ ამ სასიხარულო ფაქტს რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლით, თუმცა ჩვენი რეჟიმიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო საათებით, ამიტომ მე მართლაც მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება და ვაუწყო ჩვენ მაყურებელს, თქვენ სტუდიაში მყოფ პირებს, პირველ რიგში მოგესალმებით და ყველას მივესალმებით და მართლაც საუცხო განცდა არის და მართლა მინდა მიულოცო მთელ ქვეყანას. ეს არის მართლა ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს წყალბურთმა რაც მოგვიტანა, ეს არის უპრეცედენტო და მართლაც ეს არის დაუჯერებელი რამ, რაც მოხდა, დაუჯერებელი იმ ხრივ, რომ ეს დიდი წარმატება ფაქტიურად 12 გუნდში, ევროპის საუკეთესო 12 გუნდში, რომელიც ფაქტიურად მსოფლიოს საუკეთესო გუნდები არიან იმ 12 გუნდში, ჩვენი ნაკრები მოხდა და უკვე ზაფხულში ველოდებით უკვე გაგრძელებას ამ ყველაფრის. მე არ შემიძლია არ თქვა იმ მადლიერების სიტყვები პირველ რიგში სპორტსმენების მიმართ, რომლებმაც თავზე დაუზოგავი შრომა გაწიეს, რათა ეს შედეგი ეჩვენებინათ. რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლი და მე დავინახე ბატონი ვოვა ისელიძეა სტუდიაში, ბატონი ვოვას და პოპოვიჩის ძალიან საინტერესო დუეტი, სამწნელო დუეტი, რომელმაც ეს შედეგი მოიტანა. მე გვერდს ვერ აუვლი ფედერაციის მუშაობას, ბატონი დათორურო არ ესწრება თქვენ შეხვედრას, მაგრამ მან დარიან ფედერაციის წარმომადგენლები, ეს ემოცია ამ ადამიანებმა მართლაც მოუტანეს მთელ ქვეყანას. და რა თქმა უნდა, მე დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ გულშემატკივარს, რომელიც მოვიდა სტამბულის პატარა დარბაზში, საცურაო აუზში, ჩვენ ქომაგებს, რომლებიც 2 დღის გზავრობის შემდეგ ჩამოგზადნენ 50 გულშემატკივარი, რომელიც იყო მონაწილე ამ ბედნიერების, რომელთაც შექმნეს ეს დიდი სიხარული. სწორედ ამაში არის ჩვენი ბედნიერება, რომ ჩვენ ერთად მუშტად შეკრულები ვიყავით ყველა, ვინც ტრიბუნაზე ვისხედით და ვინც მონაწილეობდა ამ მატჩში. ამიტომ მე მინდა ყველას დიდი მადლობა და დიდი სიხარული მინდა მიულოცო, მთლიანად საქართველოს მიულოცო ეს დიდი წარმატება. რა თქმა უნდა, პროცესი გრძელდება. ჩვენ დიდი გამოწვევა გველის და ევროპის ჩემპიონატი მოგეხსენებათ არ არის რაღაც ტურნირი ერთჯერადი. ეს არის ყველაზე დიდი ტურნირი, თქვა, სათამაშო სახეობისთვის, რომელზეც შეიძლება ოცნებობდეს სპორტსმენი. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ მაქსიმალისტები ვართ. ჩვენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ ამ ჩემპიონატზეც წარმოვაჩინოთ თავი და ჩვენი ქვეყანა წარმოვაჩინოთ და ჩვენი გიმნი ისევ და ისევ და ჩვენი დროშა პრიალებდა და გიმნის ჰანგები ისმოდეს. ამიტომ ჩვენ მოტივირებული ვართ ყველა ერთად გავაკეთოთ ის საქმე, რასაც ვაკეთებ და რამაც ეს შედეგი მოიტანა. ეს ჩვენმა ერთიანობა მოიტანა, მუშაობის ერთიანობა მოიტანა,
ალბათ დამეთანხმებიან იქ მსხვდომი ადამიანები. კარგი, ბატონ ლევან, მე რახან ჩვენ საუბრობთ, ეს მართლაც უაღრესად დიდი წარმატება იყო, ყველა აღნიშნავს ამას და არა მარტო თქვა ყალბურთის სამყაროსთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის, ჩვენ გველის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ევროპის ჩემპიონატის სახით, სადაც ჩვენმა გუნდმა მე დარწმუნებული ვარ, რომ ასევე ჩვენი გუნდი წარმატებით იასპარეზებს და მინდა ბარემ ვისარგებლო მომენტით და აუცილებლად გკითხოთ, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ ინფრასტრუქტურული მიმართულებით კონკრეტულად ვთქვათ, გარდა სხვა სახეობებისა, ყალბურთის მიმართულებითაც რაღაც გარკვეული ძვრები არის. თუ შეგიძლიათ რომ ამასთან დაკავშირებითაც რაიმე პასუხი გითხრათ. მოგახსენებთ და მე მინდოდა გაგრძელება უბრალოდ დაგაცადეთ, იმიტომ რომ ალბათ მეგობრების ჩართვაც უფრო მნიშვნელოვანია და საინტერესო, მაგრამ მე გავაგრძელებ თქვენ შეკითხვაზე პასუხს გაცემას. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ დაგეგმილი გვაქვს და უკვე პროცესია ეს ახალი აუზის, ოლიმპიური სტანდარტების აუზის მშენებლობა, რომელიც მომავალი წლის მარტი-აპრილის თვეში ვიმედოვნებ და ვფიქრობთ, რომ ეს დასრულდება, რომელიც აუცილებლად უნდა მოაესწროს 2015 წლის ოლიმპიადისთვის. მან ბრძანდება ბატონი ალექსანდრე, ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ნაკრების მომზადებაში და მისი როლი თუ არა, ალბათ ის აუზი, რომელიც ოლიმპიკის აუზი, ნიკოლე იშვილძე მაქვს ლაპარაკი, ოლიმპიკის აუზი რომ არა, ჩვენ წყალბურთელებისთვის ეს ძალიან დიდი შვება იყო, რა დახმარებაც ამ ადამიანმა გაგვიწია და აგრეთვე მინდა ჩვენი დიტო აბდუშელიშვილი ვახსენო, რომელმაც აგრეთვე დიდი წვლილი შეიტანა ამ წარმატებაში. მე ვლაპარაკობ ბიზნესმენებზე, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და ერთიანი ძალისხმევით ეს გამარჯვებას ჭედდნენ. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაშა აუზებს. უკვე პროცესია რამოდენიმე რეგიონში დაგეგმილია, უკვე წარდგენილია პროექტებზე, ასე ვთქვათ, უკვე პროექტების ტენდერებზე გატანა და ასე შემდეგ თქვენი პროცესი უნდა ამას. ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ აუზებს, იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის მართლა სასიცოცხლო მნიშვნელობის, იმიტომ რომ აუზი გახლავთ ისეთი ადგილი, სადაც ესეთი ბიჭები ვარჯიშობენ. მე წყალბურთელებზე ვარ, ეს ვაჟკაცი ადამიანები, რომლებიც მართლაც სიმბოლოებად შეიძლება გადაიქცნენ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ აუზების აშენება მთელი ქვეყნის მასშტაბით და მოგეხსენებათ იგივე ბათუმში, იგივე შავი ზღვის რეგიონში, ფოთში იგეგმება ამ აუზების აგება, აგრეთვე რეკონსტრუირებული უნდა იყოს და იმ თანამედროვე მოთხოვნების და შესაბამისად უნდა იყოს ეს აუზები აგებული, იმიტომ მოგეხსენებათ რომ სხვა აუზი, რომელიც არსებობს აქამდე ჩვენ რომლებიც ჰქონდა, ეს არ არის იმ სტანდარტების, რომელსაც ვთქვათ ჩვენი წყალბურთელები, რომელზეც ივარჯიშებენ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ეს ყველაფერი გავაკეთოთ. აუცილებლად გავაკეთეთ, ჩვენ გეგმაზომიერად მივდივართ და უკვე მომავალ წელს ჩვენ ნაკრებს ისეთი არენა ექნება, იმაზე უკეთესი, რომელიც იყო ჩვენ თურქეთში, სადაც ვითამაშეთ, აუცილებლად იმაზე უკეთესი, სადაც ის ახალგაზრდები გაივლიან სასწავლო პროცესს, რომელიც შემდგომ ეტაპზე უნდა გახდნენ დიდი ვარსკვლავები. კარგით, უღრმესი მადლობა ბატონ ლევან. მე მაყურებელს შეგახსენებთ, რომ ჩვენ გქონდა სამინისტროდან პირდაპირ ჩართვა გვერდებოდა სპორტსა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი. მე ასევე მადლობა მინდა გადავუხადოთ ჩართვის ჯგუფს, რომელიც მუშაობდა სამინისტროში. დავბრუნდეთ სტუდიაში 240-90-01 ჩვენი სტუდიის ტელეფონის ნომერი, საუბრობთ წყალბურთის შესახებ და წყალბურთელების წარმატების შესახებ. შეგიძლიათ დავუკავშირდეთ, მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. მაშასე ჩემი სტუმრები იქნებიან დღეს სტუდიაში ბატონები სანდრო ბითაძე, საწყლოსნო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ასევე ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი ვლადიმერ ისელიძე, ნაკრების თავმჯდომარე და ზურაბ რურუა, გუნდის კაპიტანი. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. მინდა პირადად მოგილოცოთ ყველას ეს წარმატება, თუმცა აქვე თქვა, რომ ეს მარტო თქვენი წარმატება არ იყო, ჩემიც იყო და თითოეული ქართველის იყო და დიდი მადლობა იმ სიხარულისთვის, რომელიც თქვენ მიანიჭეთ მთლიანად ქართველ ერს. 240-90-01 დავკავშირდით, თუ გაქვთ რაიმე კითხვა წყალბურთთან დაკავშირებით, შეგიძლიათ დასვათ და ჩვენ გაგცემთ, ჩემი სტუმრები გაგცემთ პასუხს. ჩვენ ამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ ასევე სიუჟეტს, სადაც ნათლად არის ასახული ყველაფერი. ბატონ ვლადიმერ, თქვენთან მინდა პირველი კითხვა დავსვა.
ეს ხო კიდევ ერთხელ აღნიშნავ და განმეორდები ძალიან დიდი წარმატება და პირველი რის ხარჯზე იქნა ეს წარმატება მოპოვებული. პირველ რიგში მოგესალმებით ტელემაყურებლებს. უზარმაზარი შრომა იყო გაწეული თვითონ სპორტსმენების მიერ. ფაქტიურად 2 წლის განმავლობაში გუნდი ემზადებოდა ძალას არიშურებდა, მოტივირებული იყო ყველა მათგანი და უზარმაზარი სურვილი ჰქონდათ მათ, რომ მიეღწიათ იმისათვის, რომ ჩვენ 12 გუნდში მოხვედრილიყავით. ეს ალბათ ყველა სპორტსმენის ოცნებაა და განსაკუთრებით ჩვენი წყალბურთელების, რომ ამ უზარმაზარ უძლიერეს ტურნირზე მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ეს ოცნება ავასრულეთ და მადლობა მინდა ბიჭებს გადავუხადო. გარდა ამისა, ბატონმა მინისტრმა ბრძანა და მეც მინდა გავიმეორო, რომ ბატონმა ალიკომ საოცრად შეგვიწყო ხელი იმ აუზის წყობაში ჩაყენებით და შემდეგ აუზი ყოველთვის ესე იგი ჩვენთვის როცა დაგვჭირდებოდა იყო მზად პერსონალით და ყველა პირობებით. გარდა ამისა აუზის გარდაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვის ალიკოს როგორც ბიზნესმენს და ასევე დიმიტრის აბდუშელიშვილის ახსენებენ. ამაზეც ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა. და სასურველი იქნებოდა რომ ეს წრე გაფართოებულიყო, რადგანაც წინ კიდე მომავალში სერიოზული თამაშები გვიწევს. ანუ გაფართოვდეს მაგალითი აიღონ ამ ორი ადამიანისგან და გაფართოვდეს ამ მხრივ, რა თქმა უნდა. ასევე მინდა ვთქვა, რომ უზარმაზარი წვლილი მიუძღვის იმ მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენ გუნდში თამაშობდნენ, უცხოელები მყავს მხედველობაში, ელაჩა, ცრიპულია და ფრანჩევიჩი, რომლებიც აძლიერებენ ჩვენს შემადგენლობას თავისი გამოცდილებით, რადგანაც ისინი აი იმ ელიტარულ კლუბებში თამაშობენ, რომლებისგანაც მე ნაკრებები დგება და თამაშობენ. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ აუცილებლად გადაცემის მსვლელობისას. ზუკა შენ მინდა კითხო, გუნდის კაპიტანი ხარ, რა არის ეს თითოეული თქვენგანისთვის, იმიტომ რომ შენ დღეს უნდა ისაუბრო მთელი გუნდის სახელით. რას ნიშნავდა ეს წარმატება მთლიანად მთელი გუნდისთვის? ეს წარმატება ნიშნავდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩვენი ოცნების ასრულებას, რაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ვისახავდით. რაც ჩავდეთ ამ სპორტში და ბავშვობიდან მახსოვს ჯერ რა პირობებში ვარჯიშობდით და რა გავიარეთ საერთოდ აქამდე როგორ მოვედით. ხო და ეს ყველაფერი ჩვენი ეს სიყვარული ამ სპორტის და მიმართ დაგვიფასდა საბოლოო ჯამში. მახსოვს მოსკოვში თამაშობდი ჯერ კიდევ რამოდენიმე მოთამაშე, ახლა დღეს ნაკრებში ვართ ერთად. პატარები ვიყავით 17-18 წლის ასაკში მოსკოვის CSKA-ში თამაშობდით. არც კი წარმოგვედგინა ეგეთი რამე, რომ როდესმე საქართველოში ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდებოდა და ევროპის საუკეთესო 12 გუნდში ვითამაშებდით. ეს ფაქტიურად მაშინ ჩვენი ოცნება იყო. ნუ რა ვიცი, ყველა ბედნიერია და რა ვიცი, ემოციებს ვერ მალავთ და რა თქმა უნდა წინ ვიყურებით პირველ რიგში შევეცდებით რომ მომავალშიც ამ ფინალურ ეტაპზე მიზნად დავისახოთ ის რომ უფრო წინ წავიწიოთ რა თქმა უნდა. კი ბატონო, კარგით, მაყურებელი გვყავს 2-40-90-01 შეგიძლიათ დავკავშირდეთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. საღამოშიდობის გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. მე როგორც რიგითი ქართველი აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ბიჭების წარმატებით. იმიტომ რომ გუნდურ სპორტულ შეჯიბრებებში ძალიან გვიჭირს ჩვენ ყოველთვის და ამან ძალიან გამახარა მე. უაღრესად რა ვიცი მე სიღარიბისა რაღაცა უხერფასობისა თუ რაღაცა აი გამახარა ძალიან. არაფერი არ მინდა, არც ხერფასი მინდა, არც არაფერი. აი ამ ბიჭების აბა გამახარა ძალიან და მე მინდა რომ მადლობა უთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ბიჭებს ხელი შეუწყო. მადლობა მინდა გითხრათ რომ ლაპარაკობთ ამბობთ იმას რომ განვითარდება სხვადასხვა რეგიონებში კიდევ ეს ამბავი და ოზურგეთშიც განავითარეთ ეს ამბავი ძალიან რთულ. აუცილებლად. დიდი ხალხია ისეთი რომ დიდად შეუწყობილ ამ ამბავს ხელს. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. 2-40-90-01 დავკავშირდით მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ჩვენ საუბრობთ წყალბურთის შესახებ. მოდით ნახოთ სიუჟეტი რა ხდებოდა თურქეთში, საპასუხო შეხვედრაში. იცით რომ ჩვენ მქონდა 4 ბურთიანი უპირატესობა და იქ უნდა გამოსულიყავი წარმატებით. კიდევ ერთი მაყურებელი ყავს საღამოშიდობის გისმენთ და შემდეგ ნახოთ სიუჟეტი. გამარჯობათ, გისმენთ. დიდი სიყვარულით მოგესალმებით. სიყვარულით იმიტომ რომ რა არის იცით აი რაგბში რომ აი თამაში მიდის წააგებს თუ არ წააგებს
აი სახში რომ მოდიხარ და რაღაც გიხარია, ცხოვრება რო გიხარია. მე ვარ დევნილი კაცი და როცა აი ამ წყალბურთელებს ვყურებდი, გავიწყდება ის საშინელი დღეები, რაც გამოიარე. რაღაცა მიზანს ხედავ, რაღაცა გიხარია. იქ ზის ერთი ჩემთვის უძვირფასესი კაცი, ვოვა ისელიძე. ვოვა დიმა ვარ მე ჯაიანი. აი როგორ სამშვიდობის ბატონ დიმა კიდევ ერთხელ. აი როგორ არის იცით? როგორ გაახარეთ საქართველო? როგორ გაახარეთ ის დევნილი საზოგადოება, რომელსაც ხვალ საოცარი დღე აქვს ჟიული შარტავას დაბადების დღეს იხდის და როგორ უხარია რომ იმ ფონზე, ამას ვამბობ გულწრფელად, იმ ფონზე, რომელსაც ქვია ჩვენი წყალბურთელების ესეთი წარმატება. ჩემი დათო რურუას იმისი ვაჟკაცის ისი მერტმა გაგახაროთ ჩვენი გახარებისთვის. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. 2:40-90-01 ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ დაუბრუნდეთ უკვე ჩვენ სტუმრებს. ასე იზეიმა საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა წყალბურთელებთან ერთად ისტორიული გამარჯვება. ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა დამოუკიდებელი ქართული წყალბურთის არსებობის მანძილზე პირველად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. კალათბურთის შემდეგ წყალბურთი მეორე გუნდური სახეობაა, რომელშიც ქართველებმა ამგვარ წარმატებას მიაღწიეს. ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში საქართველოს მეტოქეთ თურქეთი შეხვდა. მოსამზადებელი ეტაპი გუნდმა მონტენეგროში გაიარა და თურქებთან დაპირისპირებამდე ამხანაგური მატჩებიც გამართა. პლეი-ოფის პირველ მატჩს 15 თებერვალს თბილისმა უმასპინძლა. საცურაო აუზ ოლიმპიკში უპრეცედენტო რაოდენობის მაყურებელმა მოიყარა თავი. ქართველი წყალბურთელები თავიდანვე აქტიურობდნენ, რამაც მალევე გამოიღო შედეგი. პირველსავე წუთზე მასპინძლები მარკო ელეზმა დააწინაურა. ანგარიში მესამე წუთზე გათანაბრდა, ჩვენებმა დაცვაში ითამაშეს უხეშად და მსაჯმაც პენალტი დანიშნა. ბაჰადირ ოზბაკისმა ის ზუსტად შეასრულა. თურქები გააქტიურდნენ, თუმცა ქართველთა მეკარე ზურაბ ჭუმბურიძე კარს საიმედოდ იცავდა. მეხუთე წუთზე ზურაბ რურუამ ჩვენი გუნდი ისევ დააწინაურა. პირველი პერიოდის შემდეგ უკვე ორბურთიანი უპირატესობით ვიგებდით. მარკო ელაჩამ ანგარიში 3-1 გახადა. მეორე პერიოდი საქართველოს ნაკრებმა 2-1 მოიგო. შესაბამისად ანგარიში 5-2 გახდა. ასევე 2-1 დასრულდა მესამე მეოთხედი. მასპინძლები უკვე 7-3 იგებდნენ. ბოლო პერიოდში გუნდებმა თითო გოლი გაიტანეს და საბოლოო შედეგი 8-4 დაფიქსირდა. რაც შეეხება გოლებს, 2 გოლი დამირ სრეპულიას ანგარიშზეა. თითოჯერ აიღეს მეტოქის კარი მარკო ელეზმა, მიხეილ ბაღათურიამ და ზურაბ რურუამ. მარკო ელაჩამ კი თავი 3-ჯერ გამოიჩინა. თურქების მონდომებისა და არც თუ კარგი მსაჯობის მიუხედავად, ვლადიმერ ისელიძის გუნდი კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპს საგრძნობლად მიუახლოვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მსაჯებმა ქართველები 11ჯერ, ხოლო ჩვენი მეტოქე მხოლოდ 6ჯერ დააჯარიმეს. იყო სადაო გადაწყვეტილებებიც და იმის საშიშროებაც, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ყველაზე გამოცდილი წყალბურთელის რევაზ ჩამახიძის გარეშე დარჩენილიყო. შელაპარაკების გამო არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა. საბედნიეროდ ამ გაძევების გამო ჩამახიძეს პლეი-ოფის განმეორებითი მატჩის გამოტოვება არ მოუხდა. მეორე შეხვედრა 1 მარტს სტამბოლში ბაკირკოის საცურაო აუზზე გაიმართა. საქართველოს ნაკრებს გულშემატკივარი თურქეთშიც გაჰყვა. თბილისში დაფიქსირებული ანგარიშის შემდეგ ქართველებს 3-ზე მეტი ბურთის სხვაობით არ უნდა წაეგოთ. დაპირისპირება ჩვენთვის სასურველი სცენარით დაიწყო. 4 წუთში მარკო ელაჩასა და მარინო ფრანიჩევიჩის გოლებით 2-0 ვიგებდით. მეხუთე წუთზე მასპინძლებმა სხვაობა შეამცირეს. ელაჩა მალევე აღადგინა ორბურთიანი უპირატესობა, თუმცა პერიოდის დასრულებამდე მასპინძლებმა ისევ აიღეს ქართველთა კარი. მეორე პერიოდში გუნდებმა 3-3ჯერ გაიტანეს. ჩვენი ნაკრებიდან თავი რევაზ ჩამახიძემ, მარკო ელაჩამ და მარკო ელეზიმ გამოიჩინეს. მესამე მეოთხედში თურქებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 4ჯერ გაგვიტანეს. მათ მეკარეს კი მხოლოდ ერთხელ მოუხდა ბურთის კარიდან გამოტანა. ბოლო პერიოდის წინ ვლადიმერ ისელიძის შეგირდები 7-9-ს აგებდნენ. თურქებს მინიმუმ 4 ქულით სჭირდებოდა წინ გასვლა, ამიტომ მეოთხე პერიოდი ძალიან დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა 3ჯერ გაგვიტანეს, 2ჯერ აიღო მეტოქის კარი ელაჩამ. თურქებმა მოიგეს, თუმცა სასურველი შედეგით ვერა. საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 2 მატჩის ჯამში 17-16 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ძალიან ბევრი ენერგია დავხარჯეთ, ძალიან ემოციურად ვართ განწყობილი დღეს, ეხლა გზაში ძალიან დიდი მუხტი იყო საერთოდ ეს ჩვენთვის და
რა ვიცი, ეს არის ჩვენთვის ჩემი ცხოვრების ოცნება იყო, რომ ევროპის ჩემპიონატზე გვეთამაშა საქართველოს წყალბურთი ეროვნული ნაკრები, რომ როდესმე მოხვედრილიყო ევროპის ჩემპიონატზე და ეს ჩვენ შევძელით. ევროპა ზაფხულში გველოდება, თვითონ გუნდს დაგეგმილი აქვს უკვე მოსამზადებელი პერიოდი, როგორ უნდა მოემზადოს გუნდი მომავალი ჩემპიონატისთვის. წარმოიდგინეთ, ახლა 12 საუკეთესო გუნდში, ევროპის საუკეთესო გუნდში მოხდა ჩვენი ნაკრები. მინდა მთლიანად ქვეყანას მიულოცე, იმიტომ რომ ეს სასწაულებრივი გამარჯვება იყო. ზურაბ ჭუმბურიძე, გიორგი ხვედელიანი, დამირ ცრეპულია, მარკო ელეზი, გალაქტიონ ლაითაძე, მარკო ელაჩა, რევას ჩომახიძე, ზურაბ რურუა, ტატო გეგელაშვილი, მარინო ფრანიჩევიჩი, კონსტანტინე ნიკოლეიშვილი, ბექა კაპანაძე, ბექა ქავთარაძე, ბექა ქენქაძე, მიხეილ ბაღათურია, ალექსანდრე რუსიშვილი, რევას იმნაიშვილი, თავარი მწვრთნელი ვლადიმერ ისელიძე, მწვრთნელი იოვან პოპოვიჩი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ ისტორიულ გამარჯვებას მიაღწიეს. ახლა მათ ახალი მიზანი აქვთ. ევროპირველობაზე საქართველო ღირსეულად უნდა წარადგინონ. ჩემპიონატი მიმდინარე წლის 14-დან 27 ივლისის ჩათვლით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში 2:40-90 შეგიძლიათ დავკავშირდეთ მიიღოთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში წყალბურთელები მართლაც მაგრები არიან ყავს მაყურებელი უკაცრავად რომ ამდენ ხანს გავუდინეთ საღამოშვიდობის გისმენთ გამარჯობათ შეკითხვა მოქს უпроსტად პირველ ყველას ვულოთ ამ გამარჯვებას და ლაგუნა ვერასთან მაინტერესებს რა გეგმებია გარემოთება როგორ ამჟამად მოქმედოთ არის კარგით, რა ვიცი, თქვენ რამდენად კომპეტენტური არიან ჩვენი სტუმრები ლაგუნა ვერეს რემონტთან დაკავშირებით ვერ გეტყვით, მაგრამ ამაზე ალბათ უფრო სამინისტროსკენ არის ეს კითხვა. ზაფხულში გამოჩნდება გარემონტება თუ არა, ხო? კი ბატონო. კარგით, გასილებით უფრო მნიშვნელოვან თემაზე ვსაუბრობთ, თქვენ გონი ჩვენ, ვიდრე ამ შემთხვევაში ლაგუნა ვერეს რემონტია. 2:40-90-01 დაკავშირდით მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში. ბატონო სანდრო, ჩვენ საუბრობდით თურქეთის მატჩის წინ ამ სტუდიაში და მე მინდა აუცილებლად გკითხოთ განწყობა რა განწყობით მიემგზავრებოდა ქართული დელეგაცია და რას ნიშნავდა თქვენთვის თუნდაც ის 50 კაციანი ჯგუფი რომელმაც ასე მხარი დაუჭირა ჩვენ წყალბურთელთა ნაკრებს. ლაშა პირველ რიგში მეც ჩემ მხრიდან მიულოცავ არამხოლოდ ქართული წყალბურთის კომაგებს, არამედ და ქვეყანას ეს ამის გათვითცნობიერება ჩვენთვისაც რთულია და ამიჯერეთ ჩვენს გვიჭირს ამის დაჯერება მოხდა სასწაული, არ ვიცი, ამაზე მეტი რა უნდა მოხდარიყო, რა უნდა გავხარებოდა ამაზე მეტი ამ ბოლო ხანებში მე ვერ წარმომედგენია. ასე რომ მთელ ქვეყანას ულოცავ, ეს არის ნამდვილად მთელი ქვეყნის წარმატება, ეს არის ქართული სპორტის წარმატება, ჩვენ მთელი ქვეყნის გამარჯვება. და რაც შეეხება განწყობას, რა თქმა უნდა, გუნდი მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში თამაშობდა არ ვიცი, ძალზედ მაღალ დონეზე იყო შემართებით აქ ნებისმიერი თამაშის წინ გუნდი როცა გადიოდა ასე ვთქვათ მოედანზე არა წყალში როცა ჩადიოდა მხოლოდ მოსაგებად რაც ფაქტიურად მეტყველებს ეს თვითონ ჩატარებული მატჩების შედეგები მეტყველებს ამ მთელი ამ სამი ტურის ჯგუფური ტურის განმავლობაში მხოლოდ ერთი მატჩი ვითამაშეთ ფრედ და მხოლოდ ერთი მატჩი დავთმეთ ერთი ბურთით ეს არ ვიცი ეს უკვე დიდი წარმატებაა პლეი-ოფში თამაში და ხო რაც შეეხება თურქეთთან თამაშს აქ უკვე შეიძლება ითქვას უკან დასახევი გზა უკვე აღარ იყო ჩვენს უკან იყო ჩვენი ქვეყანა ჩვენი სამშობლო აქ ორი აზრი არ არსებობს აქ არ შეიძლება ამ დროს ან რაღაცა სისუსტის ჩვენება ან მოდუნება აქ გაორმაგებულად და გაასმაგებულად უნდა მოუმატო და რაც მოხდა კიდეც და რაც შეეხება ჩვენს გულშემატკივარს, მოდით მე მარტო თურქეთზე არა, მე გეტყვით თბილისში ოლიმპიკის აუზზე, სულ თუ არ ვთქვი 600 ადგილია სულ. რა ვიცი, ალბათ 2000 კაცზე მეტი იქნებოდა ალბათ იქ რო იტყვიან ნემსორ ჩააგდებო, ესეთი ვითარება იყო აუზზე. და მე ჩვენ ვლაპარაკობდით ყოფილი წყალბურთები ვლაპარაკობდით ეს იყო ის ვითარება და ის განწყობა და ის ატმოსფერო იყო ამ აუზზე რაც იყო ჩვენ დროს როცა ჩვენ თამაშობდა როცა ივსებოდა ვაკის აუზი ლაგუნა ვერეს აუზი ივსებოდა ანუ ჩვენთვისაც იყო არ ვიცი უზარმაზარი სიხარული აი ამდენი გულშემატკივარი
და თურქეთში 50 გულშემატკივარი არ იყო ლაშე 50 კომაგი იყო ჩამოსული ეს არის ჯგუფია თორე იყო სადღაც ალბათ 200 კაცი იყო ჩამოსული თუ მეტი არა რა თქმა უნდა შეიძლება ითქვას ნახევარი აუზი მინიმუმ ნახევარი აუზი ჩვენ ვიყავით თან ისეთ რა იყო იქ ესეთი რაც ეს ვამბობ ხოლმე ცოტა ესეთი სიტყვას ვიხმარ როცა უყურებ ან სულხიშვილების ან ერისიონის კონცერტს რო უყურებ და უშუალოდ რა და აქ სადღაც რო გიღიტინებს გულში ხო აი ესეთი გზნობა იყო როდესაც ერთსაც ვიტყვი თურქებმა ყველაფერი იქნეს ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ხელი შეეშალა ჩვენი გუნდისთვის ეს მარტო თამაშს არ გულისხმობ მე აი ეს არის წესით დადგენილია როდესაც ორი გუნდი თამაშობს აუცილებლად თამაშის წინ სრულდება ამ ქვეყნის მონაწილე ქვეყნის ჰიმნი და ჩვენი ჰიმნი რადგანაც ხმა იყო არა დაუკრეს უბრალოდ იმდენად იყო ჩაწეული საერთოდ არ ისმოდა და წარმოიდგინეთ 200-მა ქართველმა ერთად იმღერა აი წარმოიდგინეთ რა გზნობა გვექნებოდა ჩვენ და რა შემართებით ითამაშებდნენ ბიჭები ძალიან მაგარია ძალიან ამ შემთხვევაში თქვენთვის უნდა ყოფილიყო ეს ძალიან მაგარი უკან დასახევი ვისა უკვე აღარ ქონდათ კი ბატონო კარგი მაყურებელი ყავს უკაცრავად რომ ამ ხანს გავუდინეთ საღამოშვიდობის გისმენთ შემოგვიფასებო ყველას გეთერები ძალიან და ვინც მიიღო მონაწილეობა აბსოლუტურად ქართველმა არა ქართველმა ეს მართლაც დიდგორის ბრძოლას შევადარებდი ახლა ძალიან ჭირდებოდა ქართველებს ეს და აი კიდევაც წინა გამოსვლელმა აღნიშნა თოვლულებმაც როგორ გაიხარეს და ღმერთმა დაგლოცოთ დიდგორი წმინდა გიორგი ეხმარებოდა და მე მგონი ახლა მამა გაბრიელის მადლიც იყო ალბათ და ღმერთმა ასე გაგეგრძელებიოთ და ყველას გადასხმოდეს თქვენი წყალი იმ ფეხბურთელებსაც და მოჭადრაკეებსაც თქვენ გენაცვალებით კარგი დიდი მადლობა 2409001 მოგვიწია თქვენთანაც კითხვით გადმოსვლა მაგრამ ალექსანდრე მე მინდა რა თქმა უნდა ჩვენ ტრიალებთ სულ დელეგაციის განმავლობაში ვიტრიალებთ ამ შეხვედრის ირგვლივ და თქვენს რაც სანდროს კითხე ზუსტად ის მინდა კითხოთ ხა მაინც გარეთვალი მე გულისხმობ იმას რომ შესაძლოა ტრიბუნაზე ჩართული ხარ მუდმივად რაღაც ცოტა სხვა ის არის ბიჭებს თავის დატვირთვა აქვს რომელს თავის დატვირთვა ყველას ხო ვიცე-პრეზიდენტებსაც თავის დატვირთვა მით უმეტეს მე ვიცი თამაშის შემდეგ სანდროს თავის დატვირთვა ჰქონდა იქ ხა არ დავიწყებ აქ საუბარს მაგას ემოცია გზნობა და რას ნიშნავდა ეს არ არის მარტო გუნდის კაპიტნის სხვა მოთამაშეების მარტო მწვრთნელის წარმატება ეს არის მთლიანად ყველას ერთობლივი წარმატება და გამარჯვება და რამდენად იგრძენით თქვენ რომ ეს წარმატება ეს შრომა დაგიფასდა შრომა ნამდვილად დაგვიფასდა და ეს შრომა დიდი ხანია მიმდინარეობს რა ეს პირველი წელი არ არის ეს მე ვიტყოდი წლების მანძილზე გუნდი ემზადებოდა მე მახსოვს 2011 წელს ჩვენ ახლოს ვიყავით ესეთი გამარჯვებისთვის მაგრამ ეთყობა ბიჭებს ან გამოცდილება არ ეყოთ ან ვერ შეძლეს რუმინეთის ნაკრების გატეხვა ჩვენ ეს გვახსოვს და ეს ახსოვდათ მათ და ეს შანსი თურქეთთან მათ არ გაუშვეს ესე იგი 1 მარტი ეს არის ისტორიული დღე ქართველი წყალბურთელებისთვის და არასოდეს არ დაავიწყდება არც მაყურებელს არც გულშემატკივარს რომ საქართველოს ნაკრებმა წყალბურთში ეს შეძლო და მე მინდა ვთქვა რომ ქართველებს სპორტი გვიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ცოტანი ვართ რაოდენობრივად, ჩვენ სპორტული სახეობები გვეხერხება. მე პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც დავდიოდი კალათბურთის, ფეხბურთის, ხელბურთის და მიხაროდა. იმიტომ რომ ჩვენი გუნდები ყოველთვის იმარჯვებდნენ. ეს ნაკრები იყო თუ კლუბი იყო, ყოველთვის იყო დღესასწაული. მე ვერ მეტყვის რომ საქართველოს კლუბი ან ნაკრები გამოდიოდა სპარტაკიადაზე, ან გამოდიოდა რაღაც კლუბურ შეჯიბრებაზე და ვინმეს ფიქრობდა რომ საქართველოს ნაკრებს დაამარცხებდა იოლად. ამიტომ ეს აუცილებელია სხვა სახეობებში, სათამაშო სახეობებში გადავიდეს. ეს თუ მოინდომებ ადამიანი დასახავ მიზანს, ჩვენ ვიცით რომ ეს წლების მანძილზე მე და სანდრო ვოუაც ვართ ვეტერანი წყალბურთელები, ეხლა ვართ ფედერაციაში მე და სანდრო და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდს კონდეს კარგი შეკრება, კარგი მომზადება, ეს იოვო პოპოვიჩი, რომელიც არის უცხოელი, მაგრამ თამაშობდა წლების მანძილზე ჩვენ გუნდში დარჩა საქართველოში და გუნდში ჩაუდგა და მისი გამოცდილება ეს ყველაფერს
მან შედეგი გამოიღო ყველაფერთან ერთად ვოვა გამოცდილი სპორტსმენი იყო გამოცდილი მწვრთნელია დღესდღეობით და დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველამ ერთად ეს არის ფედერაცია ეს არის სამინისტრო ეს არის სპორტსმენები როდესაც ყველა ერთად ერთ მუშტად შეიკრება ყველაფერს გააკეთა მაგრამ თუ იქნება სამინისტრო ცალკე ფედერაცია ცალკე მოთამაშეები ცალკე გუნდი ცალკე ვაყურებელი ცალკე ტელევიზია ცალკე ხო არაფერი არ გამოვა ხო ამიტომ ბიზნესმენებიც ცალკე ხო და ბიზნესმენებიც რა და ძალიან კაია თუ ბიზნესმენების დაეხმარებიან, ჩაუდგებიან სათავე, იმიტომ რომ ეს არის კაი საქმე. ეს არის ეროვნული საქმე. იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის გუნდი გადის იბრძვის და უჩვენებს რომ ეს არის საქართველო, ხო? ამიტომ აუცილებელია ყურადღება. კი, კარგია, დღეს ბევრ რაღაც კაი საქმეს აკეთებს დაუშვათ მთავრობა. მაგრამ სპორტშიც აუცილებელია ყურადღება. ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ეს იქნება სპორტსმენების წახალისება, მე მithuli რომ აუცილებელია ყველა სახეობაში. და მინდა გითხრათ, რომ საქართველოს წყალბურთს აქ დიდი ტრადიციები რა. თუ გავიხსენებ, აი დიდი პეტრე ესე ვიტყოდი, ნოდარ გვახარია, გივი ჩიქვანაია ლერი გოგოლაძე არიან წყალბურთელები და თქვენ გეტყვით შეიძლება არ იყვნენ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები დაუშვათ მაგრამ ისინიც არანაკლებები იყვნენ ისინიც ვარსკვლავები იყვნენ მაგრამ მხოლოდ საბჭოთა კავშირის ნაკრებში 12 კაცი ხდებოდა ხო ამიტომ რთული იყვნენ ისეთი ბიჭებიც რომლებიც იქ არჩენენ მაგრამ გუნდისთვის ისინი იყვნენ ლიდერები ეს ძალიან კარგად იცის ბატონო და იცით რომ ჩვენ გუნდში აქ თამაშობდა რევა შჩომახიძე მაგაზე ვისაუბრებთ უკვე რეკლამის შემდეგ კიდევ ერთი მაყურებელი ყო საღამოშვიდობის გისმენთ გამარჯობათ მე პირველ რიგში ვილოცავ ქართველ წყალბურთელებს თქვენ გილოცავთ მთელ საქართველოს ერთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება მაინტერესებს საბავშვო გუნდები ან ბავშვი სად შეიძლება რომ მივიყვანოთ ძალიან მომდუმებულია და უნდა წყალბურთი. კარგი, დიდი მადლობა კითხვისთვის და რეკლამის შემდეგ გავცემთ ამ კითხვას პასუხს ისევე როგორც სხვა დანარჩენს, რაც ჯერ კიდევ გვაქვს დარჩენილი ჩვენ სტუმრებთან. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში 2:40-90-01 და კავშირით მიიღეთ მონაწილეობა ჩვენს გადაცემაში საუბრობთ წყალბურთის შესახებ ყავს მაყურებელი საღამოშვიდობის გისმენთ. ტელევიზორს დაუწიეთ ოდნავ თუ შეიძლება. არ ყავს როგორც ჩანს მაყურებელი. მე მინდა აუცილებლად კითხოთ ბატონობა თამაშთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ არ გვისაუბრია თამაშზე, კადრებიდან ნახეთ რომ იყო უაღრესად რთული და დაძაბული თამაში და მინდა თქვენი შეფასება რამდენად კმაყოფილი ხართ და შეასრულა თუ არა ყველა მის დავალება რომელიც თქვენ მიეცით მატჩის წინ. ჩვენ მე და ბაბოვიჩი თამაშის წინ ძალიან ბევრ საუბრობდით იმ თემაზე თუ როგორ უნდა წარმართულიყო ეს თამაში და ძირითადი აქცენტი გაკეთდა დაცვაზე, რომ დაცვაში ყოფილიყო ძალიან სერიოზული ყურადღებიანი თამაში, რომ რაღაც ნიუანსი არ ყოფილიყო ისეთი, რომ იოლი ბურთი გაეტანათ მოწინააღმდეგეს და ეს ჩვენ შევასრულეთ პრინციპში. თითქმის მესამე ტაიმის მიწურულამდე ეს გეგმა სრულდებოდა და აი თუ გახსოვთ ბოლოს ჩვენ გქონდა 30 წამი დარჩენილი მესამე ტაიმის ბოლოს როდესაც აი მაშინ დავუშვით ჩვენ სერიოზული შეცდომა რომ ეს 30 წამი ჩვენ ბოლომდე უნდა გაგვეჩერებინა არ უნდა დაგვერთხა კარებში და ესევე დაგვემთავრებინა თუ ბოლო წამიზე დავარტყავდით თუ გავიტანდით ხო კარგი მაგრამ თამაში მთავრდებოდა ერთი ბურთის სხვაობით და მეოთხე ტაიმში უკვე ფაქტიურად არავითარი შანსი აღარ რჩებოდა მოწინააღმდეგეს მაგრამ აი ეს ბოლო წამებზე გატანილმა ბურთმა მესამე ორი ბურთის სხვაობით უპირატესობა მისცა თურქებს ეს უკვე საშუალებას აძლევდათ რომ მესამე ტაიმში მათ ყველაფერი ეძალათ რომ კიდევ ორი ბურთი გაეტანათ რა ეს სერიოზული ის მივეც სტიმული ამით ამ შეცდომით შემდეგ საჯობაზე მინდა ორი სიტყვით თქვა რომ საჯობა იყო ნორმალური ან ჩვენ საუბრობდით ბოდიში ჩაგერთვებით ჩვენ საუბრობდით რომ შეიძლებოდა რაღაცა პრობლემები გქონოდა ხელოვნურად შექმნილი საჯობის ვერ ვიტყვი რომ პრობლემები შეგვიქმნა საჯობა მაგრამ ერთადერთი იყო ის რომ წამზომზე მжდომი თურქები ისდნენ წამზომზე როგორც აქ ჩვენთან ქართველები ჟდებიან და მოსალოდნელი იყო და ესეც მოხდა რომ
თუ გახსოვთ, ბოლოს იყო 9 წამი დარჩენილი, როდესაც ბურთი აიღეს თურქებმა და დრო არ ჩაირთო. და დრო არ ჩაირთო, ალბათ 1-7-8 წამი მოგყარეს რა და სულ 9 წამი იყო დარჩენილი და იქ ისე საშუალება რომ განევითარებინათ ის შეტევა და კიდევ კარგი. აი კადრებიც მინდის პარალელურად შეუძლიათ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ და მაყურებელი შეხედავს ამ კადრებს. დიახ. საჯობა ეს აბსოლუტურად გასაგებია რომ იყო ობიექტური და ნორმალური და რატო ეს ორივე მსაჯი ეს ხორვატი ეს მლადნერ რაკი და ეს ვასილი ტკაჩენკო ორივე საკრებეზია მიიღოს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე ბუდაპეშტში მსაჯის რანგში რა თქმა უნდა. აქ დელეგატი იყო ესეთ პიროვნება სერბეთიდან დენ პერიშიჩი რომელიც ძალზედ პრინციპული ძალზედ როგორ ვთქვათ ესეთ ძალზედ ან შარლი ესეთი რო იძახნა სუხოჩი ვარ და ამ ესეთი და აქ არც ერთი მსაჯისგან ალბათ არ იქნებოდა მიკროზოებას არ იქნებოდა ადგილი რადგან ორივეს უნდა მსაჯობა აქ რომელიმე ცუდად ემსაჯა და უშუალოდ მე ყველანაირი შანსი გაუქრებოდა ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატზე როგორც ანუ შესაბამისად ამას უფრთხოდნენ ყველაფერს და შეესტომების იყო კი ბატონო მსაჯები რონახეს თურქებმა მსაჯებით მსაჯობდნენ ნორმალურად, მათ დაიწყეთ ბინძური თამაში. ბინძური თამაში რას ნიშნავს? წყლის ქვევით წავიდა ჩხუბი. ჩხუბი. ამ ჩხუბის დროს ეცადნენ ჩვენი მოთამაშეების წყობრიდან გამოყვანას. ახლა იცი ჯამთელი კაცი ხარ, ჯამღუნით სავსე და ვიღაც ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გაყენებს, ან ფიზიკურ შენ შეგიძლია უპასუხო. ამიტომ წვრთნელებმა ეს მიერ იყო დარიგება, რომ ამ პროვოკაციაზე არ წამოგებულიყვნენ. თვითონ გუნდის კაპიტანს გაუტეხეს წარმატებით დაუძლიეთ, ხო, რომ წამოვიდეთ ამ პროვოკაციაზე. ცხვირი და მას შეელო ეპასუხა და იგივე თურქისთვის გაეტეხა ცხვირი. ამაში არანაირი პრობლემა არ იქნებოდა, შეძლებდა ფიზიკური მონაცემები აქ. ზურაბრუროს, მაგრამ არანაკლებით რომელიმე სხვა, ხო? ამიტომ დაიჯდებოდა გუნდი და ჩვენ გვახსოვს დიდი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში, ზიდანის თავური დარტყმა, ხო? არავის არ დაავიწყდება ეს თავი იგივე მოხდებოდა. ჩვენ ამით 4 იმისათვის რომ თურქებს 4 ბურთი დაწინაურებულიყვნენ, მათ მხოლოდ ჰქონდათ ერთი შანსი. ეს იყო ვინმე პროვოკაცია გაეგდოთ 4 წუთით და ამ 4 წუთის განმავლობაში ისინი შეძლებდნენ ამ 4 ბურთის გატანას, რეალიზებას. დიახ, მე დავამატებდი, როგორც ისეთ 200-მდე ქართველი იყო ჩამოსული. ამის შესახებ ყველა თამაშის წინ არის ტექნიკური მიტინგი, ხო, შეკრება, ხო. სადაც არის რაღაც საკითხები, რომელსაც განიხილავენ მატჩის დაწყებამდე, სადაც ხდება მოთამაშეების შემოწმება და ასე შემდეგ. აქ მე დელეგატს ვაცნობე, რომ 200-მდე კაცი გვეყოლებოდა საქართველოსთან. პირველი რაც მითხრა, რადგან თქვენ ადგილებს ეთხოვთ აუზზე, რადგან გინდათ რომ შემოუშვათ, ესე იგი ეს თქვენი ხალხია, ანუ თქვენ ახალ პასუხისმგებელი. ფაქტიურად ეს კომაგები გაჩხრიკეს, იქ ხურდაც კი ამოაცალეს. ანუ საკმაოდ თავიდანვე იყო საკმაოდ არასასიამოვნო და დაძაბული სიტუაცია ატმოსფერო იყო. იქ შუაში ვიდექი მე პირადად პრაქტიკულად თამაშს ვერ უყურე. აქეთ ყურადღებას ვაქცევდი ჩვენ გულშემატკივარს, ვინც იჯდა და იქით კომაგები სადაც გალის იქით რომ დააყენეს და იქ იყო ესეთი მომენტები წვნა ამას ვიტყვი არ არის ეს ალბათ მაინც ისოდეს გულშემატკივარმა იქ იყო პროვოკაცია მწვრთნელის მხრიდან ეს თურქეთის ნაკრების მწვრთნელის მხრიდან იყო პროვოკაცია რა მატჩის მსვლელობის დროსაც მე იქვე ვიდექი ანუ ბუცს დაუშვათ როდესაც გაიტანდნენ ტრიალდებოდა ჩვენი გულშემატკივრისკენ და ნუ უცენზურო ავიცი ხელების მოძრაობით ალბათ ხო ჟესტიკულაცია იყო საკმაოდ არასასიამოვნო კი არა ავიცი უზდოვური და ავიცი და რაზეც დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩვენ გულშემატკივარს რაზეც თავი შეიკავეს და კიდე ერთსაც დავამატებ ვაშა თუ არის ამის საშუალება ხო და იგივე მწვრთნელმა მატჩის დასრულების შემდგომ მწვრთნელი მოვიდა ჩვენ გუნდთან და ჩვენ ერთ-ერთ ლეგიონერს დაუწყო ეს მწვრთნელი გახლავთ ხორვატი ანუ ენობრივი ბარიერის პრობლემა არ ქონდა. და დაუწყო გინება, პირდაპირ გინება დაუწყო, რის შემდეგაც მე მომიწია გათრება ამ ესე თქვა, ამ თშნების ეგნა გაგდება რა. კარგით, მაყურებელი ყო, საღამოშიდობის გისმენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და გისმენ. საღამოშიდობის. გილოცავთ ყველას ამ დიდ სიხარულს. ნამდვილად ყველა გახარდებულები ვართ ამ წარმატებებით. მაგრამ ერთი მაინც მინდა უთხრა ამ ჩვენს სპორტის მესეურებს რომ ეს წარმატებები კი გიხარიეს ყველას და ვხარობთ მაგრამ მამაც რომ გვერდში დგომა უნდათ და
პირობების შექმნა უნდა და ბასეინები რო ჭირდებათ და იმის მაგერად რო ვაშენოთ და ბევრი ვაკეთოთ ჩვენ მაგათ ვართმევთ როგორც ერთ დროს ფეხბურთელებს სტადიონებს ართმევდნენ აი ზუსტად ეს ეკეთდება ვაკისაბრის წართვის კარგით, ეს ცოტა სხვა გადაცემის სასაუბრო თემაა. მოდით ვიხდი, ცოტა სხვა გადაცემის სასაუბრო თემაა და ამაზე ვისაუბრეთ, ცოტა დრო მაქვს დარჩენილი. მე აუცილებლად მინდა ჩვენ მაყურებელს უთხრა და რა თქმა უნდა, მთელი გუნდის დამსახურება და თითოეული აქ ყოფი ადამიანის და მთლიანად ყველა იმ ხალხის, ვინც იმუშავა მთელი ამ ხნის მანძილზე მუშაობდა იმისთვის, რომ გუნდს ეს წარმატება მიაღწია, მაგრამ ერთს მინდა ძალიან ხაზი გაუსვა და ზუკა შენთან გადმოვალ კითხვით 1997 წელს ის რუსეთის ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს მომდევნო წელს კეთილინების თამაშებზე პირველი ადგილი დაიკავა 2000 წლის სიდნეისა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე შესაბამისად ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა 2001 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა 2002 წელს მსოფლიო ლიგის თამაშები და მსოფლიოს თასიც მოიგო და მოკლედ ძალიან გრძელია ეს სია ერთ სიტყვით მინდა ვთქვა რომ такие люди на улице не валяются. Ზუკა, მე ვსაუბრობ რევას ჩომახიძეზე, შემშვენივრად მიხდი, ვიზეთ ვსაუბრობდი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის ამ ადამიანის თქვენს გვერდში ყოფნა, თქვენს გვერდში დგომა, მიუხედავად თავისი ასაკისა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს უნდა ყოფილიყო პირველ ყოვლისა ნაკრების თქვენთვის, ახალგაზრდა ბიჭებისთვის ძალიან დიდი სტიმულის მომცემი. რა თქმა უნდა, რეზო ჩომოხიძესთან ერთად თამაში ძალიან დიდი სტიმულია და მე დავიწყებ იქიდან ამ მასზე ლაპარაკს. როდესაც ასევე გავიხსენებ, კიდე დაბრუნდები მოსკოვში რო ვიყავით მაგ პერიოდს, როდესაც ერთ-ერთი ტური იმართებოდა რუსეთის ჩემპიონატის და მახსოვს ეს შევიკრიბეთ ქართველები, ვინც იქ თამაშობდი და რეზო ჩვენთან ერთად იჯდა და იქ კითხულობდი ეს ვეკითხებოდი რომ როდესმე მეთქი საქართველოში მეთქი თუ იქნება ეროვნული ნაკრები სადაც ერთად ვითამაშებდით და რაიმე მიღწევას ერთად მივაღწევდით და მახსოვს რომ ის რადიკალურად იყო ამ განწყობილი იმიტომ რომ ვერც კი წარმოიდგენდა რომ როდესმე საქართველოს ნაკრებში მოუწევდა მას თამაში მაგ პერიოდში ხო და მაგ პერიოდში რეზო იყო თითოეული ჩვენთაგანის კუმირი ასე რომ ვთქვათ იმიტომ რომ სოფლის საუკეთესო მოთამაშე იყო მაგ პერიოდში ზუსტად. ამიტომაც გითხე რა, რას ნიშნავდა თქვენთვის მასთან თამაში? ეხლა იგი ოპტიმალურ ფორმაში რა თქმა უნდა არა 40 და 51 წლის ასაკში უკვე რო გადაცდები, რა თქმა უნდა ვერ იქნები. მაგრამ ის ძალიან დიდი ძალა იყო ხა ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მაგრა დაგვეხმარა და ძალიან მოტივირებულები ვართ ყოველთვის ეგეთ გამოცდილ მოთამაშის გვერდზე თამაშის დროს, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, ძალიან ცოტა დრო მაქვს. მე აუცილებლად უნდა კითხოთ უახლოეს გეგმებზე, შეკრება სადგაიulis გუნდი როგორ მოემზადება, იქნება თუ არა შემადგენლობაში ცვლილებები. მოდი დავიწყოთ აქედან. გუნდი იგეგმება, რა თქმა უნდა. გუნდის შეკრებები, რა თქმა უნდა, იგეგმება. ჩვენ აპრილიდან ვაპირებთ უკვე შეკრებაზე გასვლას და მომზადებას ბუდაპეშტისთვის, მაგრამ ბუდაპეშტამდე ტარდება საქართველოში სერიოზული ტურნირი, სადაც სერიოზული გუნდები იქნებიან მოწვეული. და იმისაც იგეგმება ამ ესე იგი ტურნირისთვის შეკრება და შემდეგ კიდე ბუდაპეშტამდე იქნება ერთი შეკრება, რომელიც იქნება გენერალური რეპეტიცია ამ თამაშებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი ჯგუფი საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმოადგენელი იქნება ევროპის ჩემპიონატზე და ფართოდ შევეცდებით, რომ გავაშკოთ ჩვენი ნაკრების გამოსვლა. გეგმები შეკრება მით უმეტეს რომ ჩვენ პლეი-ოფის თამაშების წინ გავიარეთ შეკრებები და ძალიან კარგად იმოქმედა ამ ყველაფერმა და შედეგზეც აისახა. თქვენ მინდა გითხოთ თუ გაქვთ რაიმე უკვე დაგეგმილი გეტყვით ჩვენ ორი დღის უკან შევიკრიბეთ გვინდა და დაგვეგმება მაგრამ დროებით გადავდეთ ეს დაგეგმა იმიტომ რომ 9 მარტს ბუდაპეშტში მივემგზავრებით სადაც ჩატარდება კენჭისყრა უკვე გვეცოდინება რომელ ქვეჯგუფში ვიქნებით ვისთან ვიქნებით და ამის მიხედვით გადავწყვიტავთ სად გავაკეთოთ ეს შეკრება როგორი შეკრება დაჭირდება გუნდებს ამის სპეციალისტები არიან ჩვენი ხნელები ეს ვლადიმერ ისელიძე და იოვო პოპოვიჩი და მე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პირველ რიგს რომ პირდაპირ ტრანსფერება მოახდინა თურქეთიდან. იმედია ევროპიდანაც იქნება. იმედია რომ ჩვენ თუ გვაქვს რომ ერთი რაღაც მინდა გითხრათ. კი, ჯერ გვაქვს კიდე. ესე იგი თქვენ მკითხეთ რომ შემადგენლობა შეიძლება თუ არა და მე არ მიპასუხია ამისთვის.
რა თქმა უნდა, ჩვენ მყავს ახალგაზრდა წყალბურთელები, რომლებიც აუცილებლად უნდა გავშინჯოთ, მოვამზადოთ იმისათვის, რომ ჯერ ერთი დაიმსახურონ გუნდში მოხვედრა თავისი შრომით და თავისი ტალანტით და მე ეს ევროპის ჩემპიონატი მათთვის, ვინც მოხვდება ამ გუნდში, იქნება უზარმაზარი გამოცდა ხვალისთვის, რომ გუნდი, რა თქმა უნდა, ცვლილებები ყველა გუნდში მიდის და აქაც მოხდება ცვლილებები და ახალგაზრდობა გვჭირდება, ტალანტები გვჭირდება და მყავს. არის ბითაძე, არის ჯახაია, არის ჩვენ შეგვიძლია რომ ვეუბნოთ, არიან ბიჭები, რომლებსაც შეუძლიათ შემადგენლობაში. კი ბატონო. შეავსონ ჩვენი კოლექტივი. კარგი, სანდრო. მე მინდა უბრალოდ კითხო რა. ჩვენ ერთი ოცნება ავიხდინეთ, რაც იყო პირველი ნაბიჯი და ჩვენ მოგვიწევს ძალიან სერიოზულ ფორუმზე თამაში. რას ნიშნავს ეს ქართული წყალბურთისთვის? ლაშა ჩვენ მე და ალეკოს 2008 წლიდან მოყოლებული არც ევროპის ჩემპიონატი კარგად გვიცდენია და არც სოფლიო ჩემპიონატი და ყველა თამაშებზე დავდიოდე და ესე თქვა თვალნათლივ ნახე თუ რას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე თამაში, ძალზე რთული მატჩები გველის, ძალზე რთული. აქ მოდით ახლა სულ აი ამ დღეებში სულ ერთმანეთს ვეუბნებით მოდით დავწყნარდეთ, რეალურად შევხედოთ, რეალურად მოვემზადოთ. ხა ესე მე ნამდვილად ვერ გეტყვით რომ ჩავალთ იქ და ახლა უნგრესი, იტალია, არა, მე პრობლემას არ ვთხოვთ, რა თქმა უნდა. ქვეყნისთვის რამდენად მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სპორტის ერთი რა შემიძლია გითხრათ, ახლა შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ფედერაციას და კონკრეტულად მე და ალეკოს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს პრაქტიკულად ყველა ფედერაციასთან, ფინასთანაც, ლენთან და ეროვნულ ფედერაციასთან. ესე იგი, არ ვიცი, ტელეფონი პრაქტიკულად არ ჩერდება, დღემდე არ ჩერდება. ყველა გვილოცავს და ყველა გვირეკავს და ყველა გვილოცავს. აბსოლუტურად სულ ყველა. მე აი შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი ფედერაციები იყოს, აი ხა ისეთი, სადაც წყალბურთი არც არის განვითარებული, ვისაც არ დაურეკავს და არ დავუშვათ არ გამოუთხოვს თავის ესე თქვა. ორი ქართველები გილოცავენ. ხო, არა, რა თქმა უნდა, გილოცავენ. ხო, გილოცავენ, რა თქმა უნდა, ხო. და ანალოგიურად ქალბატონიზარი იყო შემოსრულების კითხულობდა და ზუკა გაცემს ამ პასუხს. მე მაინტერესებდა ისედაც ეს ამ კითხვას დავსვავდი, რა თქმა უნდა, ბავშვების ინტერესს, ანუ ზუკა თუ გაიზარდა ამ 2009 წლის მერე ძალიან გაიზარდა, რაც ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდა, აი სანდრო რაც მოვიდა სათავეში თავიდან ფედერაციაში, რა ვიცი, 5 მაგად და 10 მაგად გაიზარდა ბავშვების ინტერესი. ჩვენთანაც ახლა ჩვენ წყალბურთის აკადემია გვაქვს რამოდენიმე ბიჭ ეროვნული ნაკრების წევრს ჩამოყალიბებული თვითონაც ვესწრებით ხოლმე ვარჯიშებს და ვატარებ და რამოდენიმე მწვრთნელიც ყავს ხოლმე იქ არენის აუზზე ვიმყოფებით არენა 2 თუ იცით ყოფილი ბურევესნიკის აუზი იქ არის საერთოდ ეთმობა წყალბურთს უკვე დრო 5 საათიდან რამოდენიმე მწვრთნელი მუშაობენ მანამდე და შემდეგ უკვე ჩვენი აკადემიის წყალი არის მაგ დროს და ძალიან დიდი დაინტერესება არის 200 ბავშვი ყავს დაახლოებით აუზის აღარ ყოფით ხო? ხო, აუზიც აღარ ყოფის და კი და გაფართოება გჭირდება აუცილებლად. ლაშა 2009-ში უკაცრავად შეგაწყვეტდები 2009-ში, როდესაც ადრე მე და ალეკო მოვედით ფედერაციაში, როდესაც ესე ვთქვათ, დავიწყეთ ხა ცოტა ესე გამომდის, რა ჩვენამდეც იყო წყალბურთი იყო. ჩვენამდე და ბატონო ვომდეც იყო და ესე ვთქვათ დიდი ტრადიციები გვაქვს. მაგრამ ძიავამდე ხო, მე ის თქმა მინდა, რომ დავთვალეთ საერთოდ ის ბავშვები, ის დიდი სპორტსმენები, ის ვის დადიოდა აუზე, ხო? აი ესე გაჭირვებით დავთვალეთ 260 პირობითაც წყალბურთელია ხა, ნუ იქ ყველა წყალბურთელს ვერ დაარქვათ. 2011 წელს ჩავატარეთ აღწერა და 2011-ში უკვე ყავდა 1200-ზე მეტი. ბავშვი. ეს 2011 ჯერჯერობით არ გვაქვს გაკეთებული, მე დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტი. წარმოიდგინე რა იქნება ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, მით უმეტეს, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებელი გადასცემს ამ ყველაფერს პირდაპირ. მედია გაიზრდება. ძალიან კარგი, უღრმესი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის, მინდა წარმატება გისურვოთ. გვეგონა რომ ბევრი დრო გქონდა, მაგრამ სწრაფად გაიარა. თუმცა ცოტა იყო სპორტის ყოველთვის ცოტა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ კიდე მოგვიწევს აქ შეხვედრა ამ შემადგენლობით ან სხვა შემადგენლობით, ყოველ შემთხვევაში თემა გვექნება ქართული წყალბურთი და ვისაუბრებთ ყველა შეხვედრებით მე და ალეკო მემგზავრებით ხვალ კენჭისყაზე ბუდაპეშტში იქ ჩამოდის ივან პოპოვიჩი ხო ეს ბატონო ალეკოს გამორჩა ივან პოპოვიჩი ბუდაპეშტში შემდეგ გაემგზავრება სერბეთში სადაც ექნება მოლაპარაკებები და სადაც დაიგეგმება იქ შეკრებები და ესე ვთქვათ ანუ ჩვენ შეგვეძლება კიდევ ეს თემა კიდევ ერთხელ წამოჭრათ უკვე დეტალურად რომ გავიგოთ პირველად თქვენ დაგერეკავთ იქიდან ბუდაპეშტიდან კენჭისყის შემდეგ თქვენ გეტყვით პირველს ვაცნობებ ესე ვთქვათ ვაცნობებთ
ჩვენს ქვეჯგუფს. ძალიან დიდი მადლობა. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ საუბრობდით წყალბურთის შესახებ, ბიჭებმა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიეს, გაახარეს მთელი ერი, მთელი საქართველო და მათ ელით წინ ძალიან მნიშვნელოვანი ასპარეზობა, რასაც ევროპის ჩემპიონატი ქვია და მე ძალიან მინდა მჯეროდეს და მჯერა კიდევაც და ყოველ შემთხვევაში ხა რაღაც პროგნოზის გაკეთება, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან ნაადრევია და რთულია, მაგრამ ძალიან მსურს რომ ამ ბიჭებმა წარმატებით იასპარეზონ, იმიტომ რომ ეს არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ წყალბურთის განვითარება, ეს იქნება მთლიანად ქართული სპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და უაღრესად საჭირო წარმატება. სანდრო ბითაძე, ალექსანდრე ნიკოლაიშვილი, ვლადიმერ ისელიძე, ზურაბ რურუა, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა, მე გემშვიდობებით მომავალ ხუთშაბათამდე, მომავალ ხუთშაბათს რაც 22 საათიდან ისევ შევხვდებით საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. კარგად გრძანდებოდეთ.